სანამ ქართული ოცნების პროპაგანდისტები გარწმუნებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არც თუ ისე დიდი პრობლემაა, მე გეტყვით თუ რა პრობლემები შეგექმნებათ, თუ ვიზო მიმოსვლა მართლაც შეჩერდება. პირველ რიგში მოგზაურობა გახდება უფრო ხარჯიანი და რთულად დასაგეგმი, ადამიანებს გაურთულდებათ ემიგრაციაში წასვლა, რაც ხშირად მათი გადარჩენის და ფინანსური კრიზისისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა იყო. ასევე ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, განსაკუთრებით კი იმ ონკოპაციენტებს, რომლებისთვისაც ყოველი დღე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ისინი ასე მარტივად ვეღარ შეძლებენ ევროპაში წასვლას და სასურველი მკურნალობის მიღებას. აქვე გეტყვით, რომ თურქეთი ალტერნატივად არ განიხილება, რადგანაც სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ხდება. დავძენ, რომ ბევრი ქართველი ახალგაზრდა უვიზო მიმოსვლას იყენებს მოკლევადიანი სასწავლო კურსებისათვის, გაცვლითი პროგრამებისთვის და საზაფხულო სამუშაოებისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს შესაძლებლობებიც ძალიან გართულდება. იმის ნაცვლად, რომ ქართველების ცხოვრება გაუმჯობესდეს, უარესი გახდება და ეს შეეხება აბსოლუტურად ყველას, სხვადასხვა გზით.